სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აღლომზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ, როგორც რუსული მედია წერს, კრემლში იმყოფებოდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა სი ძინპინი, რომელმაც პუშინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. მოსკოვში იმყოფებოდა ასევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ამასთან რუსული მედიის ცნობით ადგილზე ჩავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრა გუმბა, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი. Командуют знаменными группами капитан Кирилл Коршунов и лейтенант Антон Михайлов. Подлинных победителей. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა. ნაცისტური გერმანიის, მილიტარისტული იაპონიისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მათი სატელიტების სრული დამარცხება გაერთიანებული ერების ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება დაახლოვა. ჩვენ დიდად ვაფასებთ მოკავშირეთა არმიების ჯარისკაცების, წინააღმდეგობის მონაწილეებისა და ჩინეთის მამაცი ხალხის წვრილს ჩვენ საერთო ბრძოლაში. ყველას წვრილს, ვინც მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდა, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასოდეს დაეთანხმება მისი მოვლენების დამახინჯებას. ჩვენმა მამებმა, ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა გადაარჩინეს მამული, მათ ანდერძად დაგვიტოვეს, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ვიყოთ გაერთიანებული, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენი 1000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციული ღირებულებები. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავეთანხმებით მისი მოვლენების დამახინჯებას, ჯალათების გამართლებისა და ნამდვილი გამარჯვებულების მიმართ ცილისწამების მცდელობებს. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ წითელი არმიის ჯარისკაცებისა და მეთაურების ღირსება, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დიდი ღვაწლი, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში როგორც რუსი ჯარისკაცები, განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. მისი მტკიცებით, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. დაახლოებით 10 წუთიანი მიმართვისას მან ისაუბრა საბჭოთა რესპუბლიკების წვლილზე. მისი თქმით, საბჭოთა კავშირმა საკუთარ თავზე მტრის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დარტყმები მიიღო. მილიონობით ადამიანმა, რომელმაც მხოლოდ მშვიდობიანი შრომა იცოდა, ხელში იარაღი აიღო. საბჭოთა კავშირის დაპყრობის შესახებ ნაცისტების გეგმები ჭეშმარიტად რკინის ერთიანობამ ჩაშალა. ხალხის გმირობა უზარმაზარი იყო. ყველა რესპუბლიკა ატარებდა ომის საერთო მძიმე ტვირთს. უზარმაზარი იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მცხოვრებლების წვლილი. იქედან ფრონტის ყველა საჭირო აღჭურვილობით დატვირთული მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობდნენ. იქ განთავსებული იყო საავადმყოფოები და ასობით ათასმა ევაკუირებულმა მეორე სახლი იპოვა. მათ უზიარებდნენ თავშესაფარს, პურსა და სითბოს, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. Минута молчания.